Shalom, მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა რამდენიმე სიტყვით ვილაპარაკო ემუნაზე, ანუ რწმენაზე. ემუნა რა არის? ჩვენ ვიცით, მაგრამ მაინც ერთი-ორი სიტყვით შევეხები. ემუნა რწმენა, ხომ ქართულად? რწმენა იწყება იქ, სადაც მთავრდება ჩვენი ცნობიერება, ჩვენი გაგება, ჩვენი ტვინი. ეს არის ძალა, რომელიც ცნობიერებაზე უფრო მაღლა დგას. საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ჩვენი ცნობიერება და გაგება ეს რწმენა არ არის? ბერეშითში, მეოთხე თავში გვიწერია, რომ וידע אדם את חווה אשתו ותהר ותלד את קין. და შეიცნო ადამმა ხავა მისი ცოლი და შეეძინათ კაინი, ხომ? და დააორსულა და შეეძინათ კაინი. ანუ იედა, რასაც ქვია, ეს არის ცოდნა. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ძალიან ბევრს ცოდნა და რწმენა ერთმანეთში ეშლება. ბევრი ამბობს კი მე მწამს გამჩენი, ანუ ფიქრობს, რომ რახან იცის, რომ გამჩენი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მას გამჩენი სწამს. და ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნება არის და კარგი იქნება თუ ჩვენ გავითვლით ცნობიერებთ და ზუსტად გავიგებთ, რას ნიშნავს ემუნა. ემუნა შლემა, რასაც ქვია სრული რწმენა. ჩვენი კაბალისტები გვასწავლიან, რომ რწმენა ეს არის ორ მაკიიფ, ანუ სულიერ სინათლე, რომელიც გარშემო აქვს ადამიანს, რომელიც ჯერ არ მიუღია მას, გარშემო ერტყმის და იედა ცოდნა, ეს არის ორ პნიმი, ანუ ის, რაც ჩვენ უკვე ვიცით, უკვე გავიგეთ, ეს არის ორ პნიმი და ის, რაც ჯერ ჩვენი ტვინისათვის გაუგებარი არის, ეს არის სწორედ რწმენა. გვასწავლიან ჩვენი ხახმები, რომ ის, ვინც ხედავს ცუდს, მას სრული რწმენა არ გააჩნია. ჟეშაიაუს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მოვა დრო, როდესაც იქნება სრული ცოდნა, სრული შემეცნება გამჩენისა და აღარ დასჭირდება არავის, რომ ერთმანეთს ასწავლონ ამის შესახებ. ჯერ ეს დრო არ დამდგარა, ანუ ჩვენ ვართ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, როცა ჩვენთვის ძნელია დავინახოთ, შევიგრძნოთ და გავითვლით ცნობიეროთ, რა არის ზუსტად რწმენა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავძლიერდეთ რწმენაში და როგორ უნდა გავძლიერდეთ რწმენაში, რა თქმა უნდა, თორასთან დაახლოებით, რამე თუ სხვა გზა არ არსებობს. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თორიდან ავრაამ ავინუ, ჩვენ ვიცით, რომ გამჩენმა უთხრა ავრაამ ავინუს შეხედე აი ამ ვარსკვლავებს და იცოდე, რომ სწორედ აი ამდენი შვილმომავალი გეყოლებაო, ხომ? ცოტა ხანი გადის და ეუბნება გამჩენი, რომ იცოდე, იცხაკი იქნება შენი მომავალი, მისგან იქნება შენი შთამომავლობა, ხოლო არ გადის სულ ცოტა ხანი და ამის შემდეგ რას ეუბნება გამჩენი, რომ წაიყვანე იცხაკი შესაწირავათო, ხომ? ფაქტიურად რა გამოდის? პირველ შემთხვევაში, როცა გამჩენმა უთხრა, რომ აი შეხედე, რამდენი ვარსკვლავია, სწორედ ასე იქნება შენი შვილმომავალი, რა გააკეთა ავრაამ ავინუმ? ავრაამ ავინუ იყო პირველი ასტროლოგი, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მის მეუღლეს სარაიმენოს არ ქონდა, ხომ? საშვილოსნო არ ქონდა იმის საშუალება, რომ მოიყვანოს შვილი. მაგრამ რა გააკეთა, ასე ვთქვათ, გვერდზე გადადო თავისი ცოდნა, რასაც ქვია, და დაიჯერა ირწმუნა გამჩენისა და სწორედ ასეც მოხდა. რახან მან ირწმუნა გამჩენისა, მათ შვილი შეეძინათ.
სწორედ ასე რომ თქვათ, ეხლა მაგალითი რომ მოვიყვანოთ დღევანდელი ცხოვრებიდან, ვინმეს რო უთხრას ექიმმა, რომ შვილები არ გეყოლებათო, ხომ? რას იფიქრებს? ის ვინც იფიქრებს, რომ ნამდვილად რახან ექიმმა ესე უთხრა დაიჯერებს და არ გეყოლებაო, მაშინ ნამდვილად არ ეყოლება. არის შეიძლება ისეთები, ვინც გამჩენს მიენდობა და გამჩენ იმას ნამდვილად მისცემს. ხოლო ზოგმა შეიძლება იფიქროს, აი ესე იგი ეს მე ტყუილად მოვიყვანე ცოლად, ან ამას ტყუილად გავყევი, ეს ჩემი წყვილი არ არის ზეციდან განკუთვნილი და ასე შემდეგ, ესეთი ზღაპრებზე ფიქრი და როგორც ადამიანი ფიქრობს, სწორედ ესეთ სინათლეს, სულიერ სინათლეს იზიდავს მაღლა. და ეს მეორე მაგალითიც რომ მოვიყვანე, როცა იცხაკ ავინოზე უთხრა, რომ მისგან იქნება შენი შვილმომავალიო და შემდეგ კი უთხრა წადი წაიყვანე და შემომწირე შენი შვილიო, ავრამ ავინუ აბსოლუტურად არც დაფიქრებულა, რატომ? თუ ჩვეულებრივი ადამიანი არ დაფიქრებოდა, არ იტყოდა გამჩენო, როგორ შეიძლება შენ მითხარი, რომ იცხაკისგან მეყოლება შვილმომავალი, როგორ შეიძლება რომ ახლა შემოგწირო, მას საიდან იქნება შვილმომავალი? არა, ის არც კი დაფიქრებულა. ავრაამ ავინუმ კიდევ ერთხელ გადადო თავისი საკუთარი ცოდნა, შემეცნება გვერდზე და ისევ დაიჯერა გამჩენის, არამე თუ მან იცის, რომ გამჩენის ცოდნასთან ჩვენი ადამიანების, უბრალო ადამიანების ცნობა და გაგება აბსოლუტურად დაბალ დონეზე დგას, ხომ? საინტერესოა, რომ ვიცოდეთ, ჩვენ ყოველ დილაზე ვაკეთებთ ნეტილათია დაიმს და ვაკეთებთ ნეტილათია დაიმს აგრეთვე მაშინ, როდესაც სეუდა უნდა ვჭამოთ, ხომ? პურის ჭამის წინ და რას ვაკეთებთ, ხომ? ვამბობთ პოტეა ხეთია დეხა და ხელებს ვშლით და მაღლა ვწერთ. სხვათა შორის რო ვიცოდეთ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და ადრე მეც არ ვიცოდი, როცა ჩვენ ვამბობთ პოტეა ხეთია დეხა, მე ვამბობ ახლა ნეტილას დროს, ნეტილათია დაიმის დროს, ხელები შეგვიძლია ავწიოთ თვალების სიმაღლეზე და კარგი იქნება თუ მარჯვენა ხელი უფრო მაღლა იქნება ვიდრე მარცხენა ხელი, რამე თუ მოვიზიდოთ ზეციდან მიმტევებლობა და არადინები, არასამართალი და ამბობს რაბი ნახმანი გვეუბნება, რაბი ნახმან მებრესლევი, რომ ვინცო ხელებს აწევსო და ვისაც წამსო, რომ ხელის აწევის დროს, როდესაც ჯერ კიდევ წყალი არ აქვს შემშრალებული ხელებზე და ამბობს პოტეა ხეთია დეხა, მისთვის ზეციდან 10 სფერო ჩამოდის დაბლაო და 10 ანგელოზი მას ლოცავსო. ხოლო ის, ვისაც არ ასწამს, მისთვის ეს არ ხდებაო. და კიდევ საინტერესოა, ჩვენ ამ პოტეა ხეთია დეხას ვამბობთ რამდენიმე ბრახაში, რამდენიმე ლოცვაშიც და იქ ამ დროს, როცა ვამბობთ პოტეა ხეთია დეხა, ხელების მაღლა აწევა თვალების სიმაღლეზე არ შეიძლება, რამე თუ ამბობენ, რომ თუ ხელები ადამიანმა ტყუილა აწია მაღლა, მას ეს ანგელოზები წყევლიან, ხასვე ხალილა. ანუ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას რწმენასთან დაკავშირებით. რაბი ნახმანისზე არის მოყოლილი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. წარმოიდგინეთო ადამიანიო, რომელიც დგას მთის წინო და მთას შესცქერისო და ხელში უჭირავსო მონეტაო, პატარა მონეტა, ხო ავიღოთ თუნდაც ესეთი 1 შეკელიანი მონეტა. როდესაც ხელში უბრალოდ უჭირავს ადამიანს ეს მონეტაო და მთას უყურებსო, ის ხედავს მთასაც და რაც მთის გარშემო არისო და ზეცასაც და ყველაფერი, რაც კი გამჩენს შეუქმნიაო, ხოლო თუ მიახლოვებს ამ მონეტას თვალთან ახლოსო, დაინახავსო, უკვე ნაკლებათო, ჯერ მთასაც ნაკლებად დაინახავსო და ის რაც გარშემო არისო, რაც უფრო ახლო მიიტანს ადამიანი თვალთან ამ მონეტასო და დაიფარებაო მთაც და ის რაც მთის გარშემოც არისო, მთელი სილამაზეო. ანუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედანო ის, რომ როდესაც ადამიანს სურს, რომ დაინახოს გამჩენი, მან არ უნდა აიფაროს თვალებზე მატერიალური სამყარო, მატერიალური არ ვიცი როგორ თქვა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია აი ამ სამყაროსთან, ხო, მატერიალურ სამყაროსთან, თავისი სურვილები არ უნდა დაიყენოს გამჩენზე წინ, ხასვე ხალილა. რამე თუ ჩვენ ყველანი ადამიანები მოსული ვართ რაღაც გარკვეული მიზნის შესასრულებლად და ბევრი დროს კარგავს, არ ვიცი,
ფეხბურთის თამაშებში ან რაღაც სხვა რაღაცის გაკეთებაში ბევრს უნდა რომ ჯინელო ბრიჯიდას დაემსგავსოს, ბევრს უნდა რომ შვარცნეგერს ალენ დელონს დაემსგავსოს, ხომ კუბიკები დაიყენოს, ხო და ეს კუნთები და რაღაცები ან ტუჩები გაიდიდოს, ხო და რაღაც ესეთი იცით ეს ყველაფერი არის დროის დაკარგვა, რამე თუ ყველას ჩვენი გზა გვაქვს, ის ვინც მოვიდა, ის ვინც არის, იყოს თუნდაც მსახიობი ცნობილი ადამიანი, იმას თავისი გზა აქვს და თავისი ბილიკი გასავლელი, რათა მიაღწიოს შემდეგ იმას, რაც უნდა მიაღწიოს და ჩვენი გზა გვაქვს. თუ ადამიანმა გადაუხვია თავისი გზიდან, თავისი ბილიკიდან, იცოდეს რომ ის დაშორდა თავის მიზანს და თუ ნებით არ ბრუნდება ამ ბილიკზე, სამწუხაროდ ის ისურვებით აბრუნებენ. რაბი ზუშა ამბობდა რომ მე რომ მოშე რაბენო ვიყო, მაშინ ზუშა ვინ იქნებოდაო და სწორედ ჩვენც მისგან უნდა ავიღოთ მაგალითი და ვთქვათ, მე რომ ვიყო ის, აი ვინც ვფიქრობდი რომ ვიყო, მაშინ მე ვინ ვიქნები. მე რომ თქვა, მე რომ ეხლა ვიყო ვიღაც მსახიობი, მაშინ მე სარალალი შენ ვინ რა იქნები. ადამიანი თავის თავს აუფასურებს ამითი და კარგავს ცხოვრების მიზანს და დროს ფუჭად კარგავს. ამიტომ საჭიროა რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რამდენად ძლიერები ვართ რწმენაში და არა ჩვენს ცოდნაში, რამე თუ ყველას მიაჩნია რომ მან ბევრი იცის და ბევრი გაეგება და მარტო ცოდნა არაფერს არ გვარგებს, რამე თუ ჩვენ ვიცით რომ ფარაონმაც იცოდა რომ გამჩენი არსებობს, მაგრამ საბოლოოდ რა მიიღო, ყველასთვის კარგად ცნობილია. იცით, როგორ უნდა დავადგინოთ, რამდენად დიდია ჩვენი რწმენა გამჩენის მიმართ, უნდა შევხედოთ ჩვენ თავს, რამდენ დროს ვუთმობთ გამჩენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 24 საათი ადამიანმა არ ვიცი, დაჯდეს და აიღოს წიგნი იკითხოს ან რაღაცა, რამე თუ ყველას აქვს ოჯახი, ყველას აქვს სამუშაო და ეს მიცვაშიც გვეთვლება ყველაფერი დანარჩენი, რაც უნდა გავაკეთოთ ცხოვრებაში, არამედ საუბარია იმ თავისუფალ დროზე, რომელიც ყველას გაგვაჩნია, აი ეს თავისუფალი დრო, როცა გაგვაჩნია, რაში ვიყენებთ აი ამ თავისუფალ დროს, ვაკეთებთ თუ არა მიცვებს და ასე შემდეგ. რამე თუ ჩვენ რითი განსხვავდებით არაებრაელებისაგან, აი ამ რწმენით, რაც გაგვაჩნია, აი ეს რწმენა, რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებს, აი ამ რწმენამ მოგვიყვანა ჩვენ დღემდე. და საერთოდ რამდენიმეჯერ მე მგონი ვახსენე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ცადიკები ამბობენ, რა განსხვავება არის ადამიანსა და ცხოველს შორის, მა ევდელ ბენ ბეჰემა ვე ადამ, ბეჰემაზე დამ ვე ადამზე ადამ. ანუ ბეჰემაო ცხოველი ეს არის დამ სისხლი, ხოლო ადამიანი ეს არის დამ თან სისხლიც და თან ალეფ, ანუ სულიერებაც. ადამიანი ეს არის სულიერება და ხორციელი ერთად შერწყმული. კარგია იმისათვის, რომ რწმენაში გავძლიერდეთ, ვიკითხოთ თუნდაც სიპურეი ცადიკი, ანუ რწმენა გქონდეს ცადიკებისა და მათი ცხოვრების შესახებ ისტორიები ვიკითხოთ ხშირად და ჩვენ ბავშვებსაც, ჩვენ შვილებსაც ვკითხოთ შვილმომავალსაც, რამე თუ ისინიც გავაძლიეროთ რწმენაში, რამე თუ ჩვენი შვილები არის ჩვენი მომავალი. ყველანი მოვედით ჩვენი რაღაცა მიზნის შესასრულებლად და გამჩენმა მოგვცეს იმდენი ძალა და საშუალება, რომ არ გადაუხვიოთ ამ მიზნიდან, ამ მიზნის შესრულებიდან და მინდა ერთი პატარა სგულა შემოგთავაზოთ, რომელიც კარგად არის ბევრი თქვენთაგანისათვის ცნობილი და მაინც არსებობს სგულა ლეამტაკად დინიმ, ანუ როგორც თქვი, ზოგჯერ არ ხდება, რომ ადამიანი გადაუხვევს თავისი მიზნის შესრულებიდან და მას ზეციდან ეძლევა რაღაც გარკვეული ისური, ასე ვთქვათ, ხო, ეს ცუდი, ასე ვთქვათ, რასაც ის თვლის, რომ ცუდია, ფაქტიურად სამყაროში ცუდი არ არსებობს, გამჩენმა ყველაფერი შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ, თუნდაც მაგალითი რომ მოვიყვანოთ მედიცინიდან, როცა ადამიანი ჭამს შუმანი,
სუქან საჭმელებს, ცხიმიან საჭმელებს, ან ტკბილებს და რაღაცა, ხო? ის რას აკეთებს? თავის ჯანმრთელობას ავნებს და შეიძლება ხასხეხალილა მოკვდეს, ხომ? ამიტომ გამჩენი რას აკეთებს? ბერობა ხასადიმშელო, ჩუქნის მას დაავადებას, რასაც ქვია შაქარი, საკერეთ. ეხლა მითხარით, რა არის კარგი საკერეთში, ხომ? ყველა იკითხავს. თუნდაც ის, რომ თუნდაც მაშინ რომ ნახავს და გაიგებს, რომ აქვს ეს მახალა, რასაც ქვია საკერეთ, შაქარი, მოუკლებს ტკბილეულის ჭამას თუ ჭკვიანია და მოუკლებს იმის ჭამას, რისი ჭამაც არ შეიძლება, ხო, დაუშვათ რძის ნაწარმი და ასე შემდეგ, ხომ? სწორედ ასე არის ყველაფერ დანარჩენშიც ცხოვრებაშიც. არ გადაუხვიოთ ჩვენ მიზანს, ჩვენ ბილიქს, რომელზეც ვადგევართ გამჩენი საკერმიმავალს, რათა ისურიმებით არ მოგვატრიალონ და თუ კი რამე ისური გაგვაჩნია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ისურები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცოდვის ბრალი, ჩვენი ცოდვა ბრალისაგან გამომდინარე და უნდა ვითხოვოთ გამჩენისაგან, რომ ჩვენს ცხოვრებაში ისურები არ მოიყვანოს და არის ზგულა, რასაც ვამბობდი, რასაც რამბამი ამბობს, რომ გამჩენი არის ერთადერთი, იყო არის და იქნება და არის ესეთი წინადადება, რაც წერია 13 რწმენის საფუძველში. אני מאמינה באמונה שלמה שהבורא יתברך שמו הוא בורא ומנהיג לכל הברואים והוא לבדו עשה ועושה ויעשה לכל המעשים ואין מלבדו עוד שום כוח בעולם בכל העולמות והכל מלא אחדותו הפשוט יתברך שמו. არის კიდევ სხვა ზგულაც ლეამტაკატდინიმ იმ თუ ინებებს გამჩენი იმასაც გამოვაქვეყნებთ ბლინედერ ჩვენი ჯგუფის გვერდზე გაგვაძლიეროს გამჩენმა ყველა და მოგცეს იმდენი საშუალება რომ ვირწმუნოთ მხოლოდ ერთი გამჩენი და არ გადაუხვიოთ მისი სწორი გზიდან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ვბრძანდებოდეთ, თქვენთან ვიყავი სარა ლალი.